ძალიან ბევრ სერვისებს ვქნით, ავითარებთ ინფრასტრუქტურას, ვსაუბრობთ ელექტრონულ მმართველობაზე, ბიზნეს სექტორი ავითარებს ელექტრონულ სერვისებს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენ გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა ინფორმაციული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ დადებით მხარეებს ვერ იყენებს თავის სასარგებლოდ. წერა-კითხვის თვალსაზრისით საქართველოს მსოფლიოში არის პირველ ადგილზე. ნებისმიერი გამოკითხვა ნახეთ, ნებისმიერი კვლევა ნახეთ, ჩვენ ვართ პირველები წერა-კითხვის გავრცელების კუთხით. მაგრამ ძალიან დიდი კითხვა ჩდება, თუ წერა-კითხვით ჩვენ ვართ პირველები, რატო არ ვართ ასევე ძალიან განვითარებულები ეკონომიკის კუთხით? რატო უჭირს ჩვენ მოსახლეობას განვითარება? რატომ არ არის თითოეული ადამიანი ჩაბმული ეკონომიკური განვითარების ფერხულში? თავარი აქ არის, რომ მართალია დღეს წერა-კითხვა იცის ქართულმა საზოგადოებამ, მაგრამ არ იცის ის თუ როგორ გამოიყენოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისთვის, ინფორმაციული საზოგადოებისთვის აუცილებელი უნარჩვევები. არ აქვს ეს უნარჩვევები და შესაბამისად არ არის კონკურენტუნარიანი საერთაშორისო თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ამ პრობლემასთან ჩვენ დავსვით ძალიან ჩვენ დიდი ხანია ვფიქრობთ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოუგვაროთ. ამიტომ გთავაზობთ ყველამ ერთად შევქმნათ კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება. ეს არ იქნება იუსტიციის სამინისტროს საქმეუწყებო დაწესებულება, ეს არ იქნება სამთავრობო ორგანო, გვინდა რომ იყოს მოძრაობა, რომლითაც ყველანი ერთად დავიწყებთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისათვის, ინფორმაციული ერისათვის აუცილებელი ცოდნის გავრცელებას მთელი საქართველოს მასშტაბით. თავარი ამ შემთხვევაში რა არის? ჩვენ გამოდივართ ინიციატივით, რომ კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი პროექტი უნდა იყოს, რომ ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ეს ცოდნა, ეს შესაძლებლობები ყველა სოფლისათვის, ყველა ქალაქისათვის. ჩვენ 15 მაისიდან დაგეგმილი გვაქვს, რომ გამოცხადდეს კონკურსი და 300 სოფელში შევარჩიოთ 600 ადამიანი, რომელთაც გადავცემთ ორ კომპიუტერს და ეს ადამიანები დაიწყებენ კომპიუტერის ცოდნის გავრცელებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ პროექტით და ზოგადად კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებით ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ თუ ცოდნა არ გახდა მასობრივი, თუ განვითარება არ გახდა მასობრივი, თუ თითოეული საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანი არ ჩაერთო ამ განვითარების პროცესში, შეუძლებელია შემდგომი დიდი ნახტომის გაკეთება ქვეყნის განვითარების კუთხით. ჩვენ ვართ ინფორმაციულ საზოგადოებაში, როცა თითოეულ ადამიანს შეუძლია მისი ინტერესის შესაბამისად პოვოს განვითარება და ჩვენ ეს უნდა დავანახოთ ყველა საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს. და ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენ ყველანი ერთად გავერთიანდებით და თუ ჩვენ ყველანი ერთად აი ამ სერიოზულ მიზანს დავისახავთ, რომ განვითარება გახდეს მართლაც მასობრივი საქართველოში და ყველა ის საშუალება, რასაც ყველანი ერთად გვქნით, იყოს მართლაც გამოყენებული თითოეული მოქალაქის მხრიდან, მაშინ ჩვენ მართლა შეგვიძლია ძალიან სერიოზული ნახტომი გავაკეთოთ ქვეყნის განვითარების კუთხით. ეს გვინდა იყოს მართლაც მოძრაობა და საქმე, რომელსაც ყველანი ერთად გავაკეთებთ და საქმე, რომელიც 5 წელიწადში საქართველოს სრულიად სხვა ქვეყანად აქცევს, სრულიად სხვა განვითარების შესაძლებლობას მისცემს. დიდი მადლობა.